უფასო სწავლა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლების ახალი სისტემა და თანამედროვე საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა რუსთავსა და ქუთაისში. განათლების მასშტაბური რეფორმა ხარისხის გასაუმჯობესებლად შესაბამის კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტშია. მიმდინარე კვირას დეპუტატები ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავენ. მარიამ ბუღაძე გეამბობთ. განათლების სისტემის მასშტაბურ რეფორმაზე მუშაობის პროცესმა მთავრობის ადმინისტრაციიდან საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. ისტორიაში პირველად უმაღლესი განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება. ცვლილებით საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო დაფარავს. კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებზე სახელმწიფო დაფინანსება აღარ გაიცემა. ახალი სისტემით უნივერსიტეტებში სწავლება 3+1+1 ფორმატზე გადადის. 3 წლიანი გახდება საბაკალავრო პროგრამები გარდა რეგულირებადი სპეციალობებისა, ასევე დაემატება სამაგისტრო პროგრამას 1+1 მოდელი. ცვლილებები შეეხება ერთი ფაკულტეტის პრინციპს ერთ ქალაქში. საქართველოს მთავრობაზე მოხდება დელეგირება შესაბამისი სპეციალობების განსაზღვრის. უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია 7 მთავარ მიზანსა და ამოცანას ეფუძნება. ახალი სისტემით სწავლება უფრო ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული ხდება, რაც პირდაპირ აისახება განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. იგეგმება აკადემიური პერსონალის გაძლიერება და კონკრეტული გეგმის საფუძველზე თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების შედგენა. მთავარი მიზანი აღნიშნული რეფორმის არის ხარისხის გაუმჯობესება სახელმწიფო უნივერსიტეტებში და ასევე სახელმწიფო ხარჯების სწორი გადანაწილება იმისათვის, რომ სახელმწიფოსათვის საჭირო და სახელმწიფო ინტერესების მიმართულებით იყოს პროფესიები მიმართული. კანონპროექტი ჯერ არ უნახავთ, თუმცა უკვე რეპრესიულად აფასებენ გახარიას პარტიაში. ამბობენ, რომ რეფორმების განხორციელება დაგვიანებულია, თუმცა ამ ფონზე თავად ვერცერთი ის ცვლილება ვერ გაიხსენეს, რომელიც მათმა ლიდერმა ამ სფეროში პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განახორციელა. არასახარბიელო მდგომარეობაშია ჩვენი განათლების სისტემა და მხოლოდ მმართველობის მე-13 წელს აღიარა ეს ყველაფერი ოცნების მთავრობამ. სახელმწიფოებრივი ნაბიჯები გადაიდგა სწორედ გიორგი გახარიას დროს. ეს სასაუბრო თემა არ არის. ის რაც ქვეყნიდან გაქცეული გახარიას გუნდმა დაიწუნა, ახალ თაობას ქვეყნის მასშტაბით ახალ შესაძლებლობებს აძლევს. კანონის ძალაში შესვლის შედეგად უმაღლესი განათლების სისტემის რეგიონული განვითარება და გადანაწილება იგეგმება. თბილისის შემდეგ მეორე მთავარი საუნივერსიტეტო კერა ქუთაისი იქნება. ბათუმის, თელავის, ახალციხის, გორისა და ზუგდიდის უნივერსიტეტები პროფილურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებად ჩამოყალიბდება. ახალი კონცეფცია ასევე ითვალისწინებს თანამედროვე საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარებას რუსთავსა და ქუთაისში. რაც ყველაზე მთავარია, ბაზრის პროგნოზირება. მომავალში რა სპეციალობები დაჭირდება საქართველოს განვითარებას და აი ამ მიმართულებით მუშაობის დაწყება უკვე დღეს. რუსთავის მიმართულებით თბილისის ინფრასტრუქტურა აუცილებლად უნდა განვითარდეს, რაც გულისხმობს იმას, რომ შეიქმნება ერთიანი კამპუსები, შესაბამისი საერთო საცხოვრებლებით, ყველა კვლევითი ცენტრით და ასევე მეორე მთავარი მიმართულება ეს არის ქუთაისი ჩამოყალიბდება იმ ისტორიულ ცენტრად განათლების, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ზოგადად ამ ქალაქისთვის, მთლიანად რეგიონისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და წლის ბოლომდე დაამტკიცებს.